ბაკურიანში იქნება ჩვენი ეს ეპიზოდი. დიალოგ გოხტა აი ეს სასტუმრო ჩვენი მასპინძელი. საუზმეც გვექნება დიალოგში, რესტორანი აქვთ მარილი ქვია და ვახშამიც. სრიალიც გვექნება ბევრი. ლადოსთასი იმართება და ჩემი შვილი გამოდის და მაგნაწილსაც გაჩვენებს და კიდე გაჩვენებთ როგორია სპორტ სკოლის ცხოვრება. იკისკიში წავალთ, მან დადიოდნენ ხოლმე ჩემი შვილები და მგონია რომ ჭამის მიღმა საინტერესო იქნება. ზღაპრულია მინდია. ნახე. რატო დავსველდეს რეალისტ? დავიწყოთ ყავით, რაზეც ენდოკრინოლოგები ბევრს ჩხუბობენ ყავით და წყლით და მერე წავალ იქით. თითი მაგიდისკენ ამ ხელა საუზმის მინუსიც რა არის? ბევრს ჭამ. თილი და დაგისხა შენც? ვიწყებ ძალიან დაბალანსებულად, აგერ კვერცხი, scrambled eggs, ბოსტნეული, გოგრა, კიტრი, ზეთისხილი მწვანე, რომელიც ძალიან მიყვარს, ცოტა გამოყვანილი ხორცი, რომელიც არც ისე ჯანსაღია, მაგრამ მაინც და ნახშირწყლები პური. და არც ისე დაბალანსებული და ჯანსაღი კრუასანით დავასრულებ. დავიწყოთ კვერცხის გასინჯვა. აია. მოვახერხერო. ძალიან ბევრი საჭმელი არა მეღო. აია. კარგი არჩევანია. ეს ძალიან გემრიელია. აქვე ცხობენ და კრუასანი მეყვარს ძალიან და კარგი კრუასანი ცოტა ადგილას იჭმევა. თბილისში სულ ორგანი მიყვარს პირადად მე კრუასანი. ეხლა ნახოთ როგორია. კაია. ისეთი უნდა იყოს შიგნით აერიანი, ხრაშუნა. კენკრის ჯემით. ძალიან მაგარია. ოჩა. ბაკურიანში მართლა არ ველოდი ამას. უნდა ვკითხო, აქაც ხოვენ თუ კითხე რა გთხოვ. აქაც ხოვენ. კითხა. სუპერ. პენკეიკები არის ბავშვების საყვარელი საჭმელი საუზმეზე და ყველა სასტუმროში რიგია ხოლმე. არა აქ არა. სუპერ კრუასანია. შეიძლება ჯიბებში ჩავილაგო. არა. ძალიან მაგარია. აქ არა ცხობენ თურმე მოაქვთ. ძალიან მაგარია. მუსეთია. მოკლედ, ცარიელი თუ რა ქვია კრუასანს არაფრით როცა არ არის. ეგეთი მიყვარს. ამას ვაღარ შევჭამ. წავედით თაზე.
ლადოსთასი იწყება შეჯიბრი, სადაც ჩემი შვილიც იღებს მონაწილეობას იკისკის სახელით. იკისკის გაზრდილია სპორტსკოლის და ამ ეპიზოდში იკისკის სიტუაციასაც გაჩვენებთ, რა ხდება, როგორ იზრდებიან სპორტსმენი მოთხილამურეები. შეჯიბრსაც დავესწრებით და გართობაც იქნება. უკვე გითხარით, რომ დიალოგ კოხტაში ვართ გაჩერებულები. გემრიელი საუზმე ვჭამეთ და ვახშმის დრო მოვიდა. მარილი ქვია რესტორანს, რომლის რებრენდინგიც გაკეთდა სასტუმროში თვითონ და ძალიან გვიქესდა ვნახოთ, აბა მოდი მენიუს ეხა გადავხედავ თან კადრში და მოვყვები დაახლოებით როგორი კერძებია, მრავალფეროვანია. პასტაც არის, პიცაც არის, სენდვიჩები, სტარტერები წვნიანი. გიждები მთაში წვნიანებსა და ერთ წვნიანს ავარჩევ. ზოგადად ბაკურიანში გემრიელად ჭამა ჭირს სამწუხაროდ. ამიტომ ისეთ არასტანდარტულ კერძებს ავარჩევ რა. სტარტერებიდან ქათმის ღვიძლის სალათი კარგი იქნება. პომიდორის სუპი კარგი იქნება. პასტა არ გვინდა, ბურგერი არ გვინდა, ბურგერიც აქეს ძალიან. მაგრამ დღეს ბურგერს არ შევჭამთ. არც პიცა, არც საბავშვო მენიუ, რა საბავშვო მენიუ. და თავარი კერძებიდან ღვინოში გამომცხვარი საქონლის ნეკნებია საინტერესო. დღეს დესერტიც გვექნება. ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი იმითი, რომ ნუ ბაკურიანში ვარ და მთაში ვარ, მეორე იმითი, რომ 9000 გამომწერზე ავედით და მადლობა და გამოიწერეთ რეჰანი და მესამე იმითი, რომ ჩვენი მეორე არხი რეჰანი კუკინგი აგროვებს ნახვებს და გამოიწერეთ რეჰანი კუკინგიც. და კარგი გამოხმაურება მოყვა ძალიან ავთოს ვიდეოებს. სულ ეს. ეხლა დაველოდებით კერძებს სანამ მოიტანე. აი აქ მოსხმული, კარგი სუნი აქვს. ქათმის ღვიძლის სალათი არის თქვენს წინაშე. ეს მუშის ფანტელები აქვს მოყრილი, ნახე და ქიშმიში. ქიშმიში გიყვარს? ბევრს არ უყვარს და ქვევით არის რაღაც საინტერესო соуსი კიდე. სამში. არ უნდა დავაკლოთ ლაშა. და შენ ამ სალათს. ღვიძლის მომზადება არც ისე მარტივია, იმიტომ რომ ძალიან ადვილად შრება. ასე რომ ღვიძლის კერძების შეკვეთას, როგორც წესი, რესტორნებში თუ არ ვარ დარწმუნებული, რომ კარგი იქნება, ვერიდები ხოლმე. ეძე გამომშრალია, კნაწუნა. ძალიან გემრიელია. და თლიანად ყველაფერი ერთად არის გემრიელესი. ტკბილი გემოები უხდება. თავს ხო ვინახავ ხოლმე ბევრი კერძი, როცა მაქვს გასასინჯი, ცოტ-ცოტას ვჭამ. უკაცრავად, მაგრამ ეს სალათი მართლა ისეთ გემრიელი.
მუსრი გავავლეთ მე და ლაშა უფრო მე გამომცხვარი ამიდრის წვნიანია ეს ალბათ არაჟნით ოჰო კაია წვნიანები როგორ მიყვარს და როგორ იზარება სახლში მომზადება ჟავე გემოაქვს და გამომცხვარი კი ქვია, მაგრამ ძალიან ცოცხალი გემოა შენარჩუნებული პამიდრის. ცხონება. ამბობს ჭამას დავაწყებინებ, უნდა ვატარო ყველა გადაღებას. გასინჯვა უნდა. წინა ეპიზოდში ბატკნის ხორცი გასინჯა. კარგია. მაგარია. სალათმა გაამართლა, წვნიანმაც ძალიან გაამართლა. კარგი რესტორანი ქონია დიალოგ კოხტას. კარგი მარილი. ეს რა არის? ფანტასტიკური სუნი აქვს. ჩიფსია. ფანტასტიკური სუნი აქვს საქონლის ნეკნებს. ღვინოში გამომცხვარი საქონლის ნეკნები. ნახე. ზევიდან ხო არ გინდა ეს დაშლა რო არ გინდა კაი. ეს ერთი პორციაა წესთ. გადასაღები არ არის, მაგრამ ჩვენ ბევრ რამეს რო ვსინჯავთ, მთლიანად ვერ მოვედევი. ვნახოთ. საერთოდ მე გარნირად პიურეს არ. ვაიმე, იშლება ხორცი. ნახე. პიურე გარნირად მეყვარს ხორცი. ხორცი გელაპარაკება. ჩემი დათოლაბაზე გამახსენდა, ესე იტყოდა ის. სად არ არის? ნახე. მართლა ძალიან გემრიელია. ესე მოგვიტანეს ეს ჩვენი ტოპ გაყიდვადი კერძიო და იქნება ძმაუ. ძალიან გემრიელია. ეხა ამას მე და ლაშა მივხედავთ და დავალოდებით დესერტს. ეს ამსახი. გასასინჯი პოზაშია. უკვე 5 წუთია მიურებს ესე. მინე. არა, ეგრე არა. კაი, ეგრე და მინდი აქ ამოვაწება. ხორცია ბრა. მოიცა პიურეც დაგიდო. აი მე ჩემი ჩანგლით, ჩემი თეფშიდან. მოიცა. მოიცა, ეს უნდა აწყობილი გასინჯო მაშო. არ ჯერა, მართლა ჭამა დაიწყო. აი ხა ეს რომ მეთხოვა ჩემთვის სადმე რომ შემეკვეცა და მეთხოვა გასინჯეთ ხო არ გასინჯავდი ძალიან გემრიელი
მოპრიალებულ თებშებს ვატართ. ძალიან გემრიელი იყო, მართლა ძალიან გემრიელი იყო. თან რა ვიცი, არ არის რა მარტივი მოკლედ ბაკურიანში ესეჭამა. ხორციც, პიურეც, соусიც. ფანტასტიკა. დესერტს, არა, დესერტს კი არ ველოდებით. შუაში წეღან არ თქვი შეკვეთის დროს, ყველის ჭხირებით შეუკვეთეთ. ყველის ჭხირები არის როგორი საჭმელი, იცი? ბავშვებსაც უყვართ, დიდებსაც უყვართ. სნეკადაც გამოდგება, ლუდზე მისაყოლებლად. ეხლა რა გავახსენე? აჩომრო ლუდს დაარქვა. სვის და ალაოს კომპოტიო თუ ნახარშიო. მოვიდა ყველის ჭხირების დრო. ყველის ჭხირები. აიღო, ჩააწო, ჭამა. ძალიან გემრიელია. სხვანაირს აღარც ველოდი იმ კერძების მერე. დიდსა თუ პატარას. ყველას მოეწონება. ჩავაწყოთ ჩემი ნაპირანი? ჩვენ ვართ მე. რასილამაზეა. შუ, სხვანაირს ველოდი. რომელსაც მოყვება შოკოლადი. და რა, უნდა მოასხა. მოვასხა სამივე ეს? შოკოლადო თუ არ გინდათ რომელი? და იღებ? კაია ხალხო. შოკოლადი მოვასხი, ვიწყებ გასინჯვას. უგემრიელესია. უგემრიელესი. კრემის ღაპრული. შოკოლადიც ძალიან უხდება. გაცივდა ცოტა. ძალიან მაგარია. ძალიან. ხვალ სხვა დესერტს გავსინჯო. მერე ეგ კამერაში ვეღარ მოხვდება. ჩემთვის გავსინჯო. და ასეთ კბილად დავასრულეთ ჩვენი ვახშამი მარილში. იკისკი შემოვიარეთ. იკისკი არის სპორტ სკოლა, სადაც ჩემი შვილები გაიზარდნენ და სრიალი ისწავლეს თხილამურზე. 25 წლის ხდება თან და ამ ეპიზოდში გაჩვენებთ, როგორია სპორტ სკოლის ცხოვრება. დილა როგორია, ისაუზმებენ ბავშვები, ეხლა აეწყობიან, დილით უკვე გახურდნენ ივარჯიშეს, ბათინგებს მოირგებენ თხილამურებს და გავლენ თაზე. მერე მთაზეც გავყვებით და უკვე საღამოს სპორტ სკოლის ამბებსაც მოგიყვებით. წამო, ერთი უკვე გამოვიდა, აწყობილი, შევიდეთ. აი მეორეც. აქ დავდგები. ეს არის საუზმე. ეხა ისაუზმებენ, მერე აეწყობიან სკიდეპოში, ჩაიცვამენ ბათინგებს, გაემზადებიან თხილამურით და უკვე მოაკითხავთ ტრანსპორტი, რომ მთაზე გავიდნენ და ამ ყველაფრის მონაწილე ჩემები რო პატარები იყვნენ, მეც ვიყავი, ერთი სული მქონდა ჩამოსულიყავი საუზმეზე, მერე სადილად არის ყველაზე გემრიელი წვნიანი მსოფლიოში, იმიტომ რომ მთიდან დაბრუნებულს აი ძალიან ქსიამოვნებს. და საღამოს უკვე გართობა, რომელსაც გართობის ამბავსაც დანაწილს გადავიღებთ. დილა გადავიღეთ იკისკიში როგორია
მარტივია ბავშვები რო ეწყობოდნენ ჩაიცეს თხილამური ყველაფერი და გამოვიდნენ თაზე და თაზე რა ხდება? ირაკლი მე მგონი არ წარმოადგინა, ირაკლი მეწყო იკისკის დამფუძნებელი, ხო? თაზე კი ბატონო დღეს ანუ დილას ნახეთ როგორ ემზადებიან ბავშვები დღისთვის ვარჯიში ვიწყებთ დილას საუზმე მე აღჭურვილობის ჩაცმა და ამოდივართ თაზე ვიყოფით ჯგუფებად უკვე ბავშვების სრიალის წოდნის და მიხედვით ხო ყავს აბსოლუტურად დამწყებები ვით საერთოდ ხილობთან შეხება არ ქონია და უკვე ძალიან კარგი მოსრიალეები ვიყოფით დაახლოებით 4 სხვადასხვა დონეთ ხოლმე და ამ ბავშვებს ვავარჯიშებთ უკვე შესაბამის ფერდს შევდო დღეს კოხტაზე ვარ დიდველი არ არის ჩართული ქარიანობის გამო და ზოგი სრიალებს წვერში ზოგი დაბლა ასევე ყავს სპორტული ჯგუფი ამასაც ხა ზევითავარ და ნახავთ კოხტის პლატოზე არის სასრიალო სავარჯიშო ტრასა მათთვის დარჭობილი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეჯიბრებიან 7 მარტს დაგეგმილი ბავშვთა თასისთვის ბავშვთა თასი რასაც წარმოადგენს არის ბაკურიანის სპორტულ კლუბებს შორის შეჯიბრი და წელს ასევე მოვიწვიეთ და დიდი სიხარულით ველოდებით სპორტსმენების მონაწილეობას ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან ანუ ბაკურიანის სპორტული ჯგუფი იმონაწილეებს თბილისის სპორტული ჯგუფი იმონაწილეებს იმედი გვაქვს რომ გუდაური ჩამოვა ნახოთ მესტია თუ მოახერხებს ეხლა ხან აქ იყვნენ სხვა შეჯიბრზე და ხელმეორედ თუ მოახერხებენ ნახოთ მაგრამ თაზე გოდერძიზეც არის ჯგუფი თუ არა გოდერძიზეც არის იქაც კლუბი ხო ანუ სულ არის 5 კლუბი რაც არის სპორტული და ანუ ეს ბავშვთა თასი გვინდა რომ გახდეს ყველასთვის ღია და ყველა კლუბისთვის ხელმისაწვდომი, ასე ვთქვათ, კონკურენციამ ცოტა აი მოიმატოს, კლუბის ბავშვები გამოვიდნენ სპორტსმენ ბავშვებთან ერთად შეხედონ იმათი დონე, თავიანთი მიზანი დაისახონ იმ დონეზე ასვლისთვის. აი მაგალითად დღეს ვარჯიში გვაქვს შერეული ბაკურიანის სპორტულ კლუბთან ერთად. ერთ ტრასაში ვარჯიშობთ. დიახ, ანუ ჩვენ ვართ, იკისკის ბავშვები ვარჯიშებენ. ეხლა ყავს 9 ბავშვი, რომელიც გვინდა რომ 7 მარტს გამოუშვათ. ბევრია 9 ბავშვი. ბევრი არის, ანუ ამ ჯგუფში ჩვენ ალბათ მაქსიმალური რაოდენობა თითო კლუბიდან არის 10. რაც შეგვიძლია რომ გამოვიყვანოთ იმ კლუბების რაოდენობა დიდია და უკვე ძალიან იზრდება მონაწილეთა რაოდენობა. ხო. იცი რა მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა ჩემი გამოცდილებით, როგორც მშობლის გამოცდილებით, სათხილამურო კლუბი და იკისკიც არ არის მარტო თხილამური სრიალის სწავლა. გუნდურობის სწავლა, დამოუკიდებლობა, მთის სიყვარულია და თოვლის სიყვარული. ცირა ზუსტად ანა ვიცი რა ეგრეა რა ანუ მე ხშირად ვიძახი ხოლმე რომ თხილამურზე სრიალს ბევრგან ისწავლი შეიძლება უკვე YouTube-ის ყურებითაც აითვისო ბევრი საჭირო უნარჩვევა პრიორიტეტს ნამდვილად ვანიჭებთ მეგობრობას, ურთიერთობას, ძალიან ბევრი მეგობარი მიდის აქედან. ცირა წელს აი 25 წლის იუბილეს ხო, წელი ძალიან ბევრია. ჩემ შვილებს უამრავი მეგობარი ყავთ შეძენილი იკისკიში, ვისთანაც დღემდე მეგობრობენ ქალაქშიც. აი დაახლოებით 10500 ბავშვმა გაიარა ამ წლების განმავლობაში. 10500? დაახლოებით ესე ვითვლით. დიახ და ანუ ძირითადი ეს უნარჩვევები, ასე ვთქვათ, ანუ მეგობრობა, გუნდურობა, დამოუკიდებლობა რავი თვითონ ფიქრობენ რითი დაკავდნენ როგორ გაართონ ერთმანეთი და კიდე რა იცი? უჭმელი ბავშვები იწყებენ ჭამას. უჭმელი ბავშვები იჭმევენ ჭამას, ასე ვთქვათ ძალიან მეგობრდებიან და აი მე რითიც აი მართლა უაღრესად კმაყოფილი ვარ და ვთვლი რომ ნაწილობრივ მიზანი მიღწეულია რომ დღესდღეობით ყავს მწვრთნელები და დამხმარე მწვრთნელები ვინც გამოიარეს ჩვენი კლუბი და გაიზარდნენ შეკრებაზე სიარულისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი სიამოვნები და ძალიან უნდათ რომ აქ იყვნენ და მუშაობენ ჩვენთან, წლები თვითონ გამოვლილი აქვს და აი ამით ვარ ძალიან კმაყოფილი და ვფიქრობ რომ რაღაცნაირად შედეგს ვაღწევთ. რა შედეგს აღწევთ ნამდვილად, როგორც მშობელმა შემიძლიათ გითხრათ. ირაკლის იკის ვეძახით მეგობრები. მამამ დამარქვა შეკრების დედა, სპორის დედა რუსულად ვეტყვი. იმიტომ რომ ერთი სული მქონდა ხოლმე ზამთარი მოდიოდა თუ არა ბავშვებზე ადრე მეულაგდებოდი და მე გამოვრბოდი და ის რა მართლა ისეთი აი მაგალითი ხართ რა ჩვენთვის რომლებიც ბავშვებმა გამოიარეს, მშობლები დადიხართ ხშირ შემთხვევაში ბავშვების გარეშეც უკვე და იკისკის აქვს თვითონ სპორტ სკოლას
შენობის ნაწილი დათმობილი, სადაც არის სასტუმრო. ხო და მშობლები დადიხართ ცალკეო, ზუსტად ეგი გულისხმა, მაგალითად 2 კვირის წინ მარტო ჩვენ მშობლები, ასევე იკისკიში დამეგობრებული მშობლები ვიყავით რამდენიმე დღით და ძალიან კაი იყო. წუხوار 25 წლის იუბილე, ესე გრანდიოზულად ვერ აღნიშნეთ ქვეყანაში. მივდინარე ამბების გამო, მაგრამ კიდევ რა ვიცი, 50 წელიც მომელოცოს. იცი რა, მქონდა რა გეგმები, ანუ შარშან ძალიან ბევრს, რავი, ერთადაც გვისაუბრიან ამაზე, ისი გაკეთება გვინდა სახალისო შეჯიბრი, მაგრამ აი როგორც შენ აღნიშნე რაღაცნაირად აი შინაგანი განწყობა არ არის და ცოტა შინაურულად, ასე ვთქვათ, ვიძახით ხოლმე, რომ აი 25 წელია, მაგრამ მე მაქვს იმედი, რომ ჩვენ ამას აღვნიშნავთ წელს თუ არა მომავალ წელს აუცილებლად და ვიხალისებთ და კიდევ ბევრ ბავშვს დავაყენებთ ხილამურზე, ბევრ ბავშვს დავიმეგობრებთ და რა ვიცი, გავაგრძელებთ ამ საქმიანობას, რომელიც ნუ არ ვიცი, ძალიან გვიყვარს. კი, ეხლა აღარ მოგაცდენთ ბავშვებთან გაგიშვებთ და მედალაშა წამოყვებით და შევხედავთ როგორ ავარჯიშებთ პატარებსაც, ზევით არის ჩარჭობილი ეს არა, ჩარჭობილი, აი აქ არის. ხო. აი ხა ბაკურიანელები დგანან სტარტზე, ჩვენი ბავშვები წამოვლენ, დადგებიან. აქეთ ჩვენი რამოდენიმე ჯგუფია, რომლებიც ჯოხებში არ ვარჯიშობენ, მაგრამ აი ვთქვათ, სამოყვარულო ჯგუფები 4 ცალკე ჯგუფი არის კიდე სპორტსმენების გარდა მთაზე. იკისკის ერთ-ერთი წარმომადგენელი. გამარჯობა, მე ვარ ვატო. და მე ვარ 8 წლის. მე ძალიან მიყვარს სერიალი და ძალიან კარგია სერიალი. მე კიდევ მინდა რომ გამოვიდე სპორტსმენით მოსრიალი. მართლა მოთხილამური უნდა გამოხვიდე? რამდენი წელია სრიალი? მე სრიალებს 3-4 წელია. როგორ სრიალებ? ხან ზიგზაგებით, ხან მოხვევებით. არა, კარგად სრიალებ უკვე? ნუ ისე რა. მაგრამ ყველაფერი წინ გაქვს, ხო? ნუ ხო. და უყარს სწრაფად სრიალი. სწრაფად სრიალი გიყვა. ეგ მაგარია სიჩქარის რო არ გეშინია. იცი რა მითხარი? არ წუწუნებ ხოლმე ესე მცივამას, მშია. ნუ არა. კარგი. იკისკის საღამოს ცხოვრება ცალკე ამბავია, ბევრი აქტივობა და ბევრი კონცერტი ტარდება ხოლმე აქ და შემოვიარეთ საღამოსაც და ბავშვების გამოსვლას უყურეთ და მარტო ბავშვების გამოსვლით არ შემოიფარგლება დღევანდელი საღამო. ყოფილი იკისკიელები შემოგთავაზებენ ეხა საკონცერტო ნომერს. თან ყველა 20+ არის ჩემი შვილის გარდა. 23 წლის იკისკიელები იკისკის იმაში კონცერტზე.